ძალიან დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს ესეთი ყურადღებისთვის. ოკაია აბა რა მიერთვი. დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, ყველა ჩერნოვეცკის ფონდი, ყველა დამხმარე, ვინც ეხმარება ჩერნოვეცკის ფონდს. ზოგი რიცხავდა თანხებში, ზოგი პირდაპირ მოქონდა, პამპერსები მოქონდა, წამლები მოქონდა, საკვები მოქონდა. ეს ყველაფერი იყო ჩერნოვეცკის ფონდიდან გაგებული ინფორმაციით, რომლებიც ყველაფერს ამას ავრცელებს. ხელის მსუბუქი მოძრაობით რა კარგია, ახალი რა კარგია, ახალი ყველაფერი კარგია. შესაძლებელია. ეს იყო ჩემი ოცნება კარტოფილის საფრთხნელი და თევზისდანი. პირველ რიგში უსურვებდი ჯანმრთელობას, წარმატებულ ბიზნესს უსურვებდი, მშვიდობას ოჯახებში, მშვიდობას საქართველოში. რაც მეტი იქნება ესეთი ქველმოქმედი და დაეხმარება ჩერნოვეცკის ფონდს, მით მადლობელები ვიქნებით ჩვენს და ყველა ჩვენნაირი ადამიანი, ვისაც ესაჭიროება დახმარება. დიდი მადლობა ჩემ ოჯახისგან და დიდი მადლობა ვისაც მომავალში დაეხმარება. ნახე რამდენი რაღაცა მოგიტანა ჩერნოვეცკის ფონდმა. სადღე იგრძელოს დავლებთ. დავლიოთ სადღე იგრძელოს. ძალიან რამდენი ძგინდა. ყველაფერი მოგიტანეს მაშინ. ყველაფერი კაია. შეხედე ეს რა ლალამაზია ნახე, გულები, ყვავილები, ეხლა ახერებს დაგიდებ რა. ძირითადი პრობლემა გვაქვს დაბანის პრობლემა, რომელიც არის საერთო ტუალეტში ვაბანავებთ ბავშვს. საბუთებია მოსაგროვებელი იმისთვის, რომ უფლება მომეცეს, რომ ცალკე გაკეთდეს ვანა ტუალეტი ბავშვისთვის. როგორც კი ეს პრობლემები მოგვარდება, მიმართავ ფონდს და მე მგონი, რომ ფონდი დამეხმარება ამ პრობლემის გადაჭრაში. ეხლა რაც გვჭირდება, ყოველთვიური კვება, ყოველთვიური მედიკამენტები. მერე ზამთარში გვექნება პრობლემები გადასახადების, იმიტომ რომ უნდა გავთვეთ ელექტროგამათბობლები. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.